ტრამპმა თავისი საყვარელი სიტყვა კიდევ ერთხელ გააჟღერა. კონკრეტულ ინდუსტრიასაც მოარგო და გვაუწყა, რომ ამერიკაში ავტომობილებისა და მისი ნაწილების იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად მისმა მიმღებმა 2 აპრილი დაასახელა, თუმცა ითქვა ისიც, რომ ავტომობილების ნაწილებზე დამატებითი თანხის გადახდა კომპანიებს სავარაუდოდ მაისიდან მოუწევთ. პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებას ერთი დათქმაც მოჰყვება. თუ ნაწილები ამერიკაში დამზადდება, ისინი არ დაიბეგრება და არც ტარიფი შეეხება. უმეტესწილად ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს მანქანების ერთ ადგილას დამზადებას. თუ მანქანებს შეერთებულ შტატებში აწყობენ, მაშინ არ იქნება არანაირი ტარიფები. ამერიკა უპირველეს ყოვლისა, მათ შორის ავტომობილების წარმოებაშია. ტრამპის ყველა სიტყვა ისევ ამ ამბიციის გარშემო ტრიალებს და არც მალავს მიზანს, რომ ტარიფებმა უცხოელ მწარმოებლებს შტატებში წარმოების გადატანა უნდა აიძულოს და გრძელვადიან პერსპექტივაში სამუშაო ადგილები გაზარდონ. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საავტომობილო ინდუსტრიის უზარმაზარ ზრდას გამოიწვევს. ზრდას ვისთვის და ვის ხარჯზე გამოიწვევს, ტრამპს ამაზე აღარ უსაუბრია. არც იმაზე, როგორ დაკორექტირდება ფასები აღმავალი ტრენდით, როცა წარმოებლებს გარკვეული ნაწილების შემოტანის ღირებულება გაეზრდებათ. ტრამპი შესაძლოა თავად არა, თუმცა BMG-ში ყველა მის გადაწყვეტილებას რიცხვებში ვზომავთ და გამონაკლისი ცხადია არც საავტომობილო ინდუსტრია. სურათის უკეთ დასანახად არც სავაჭრო მონაცემების დათვლა დავიზარეთ და ნახეთ, რომ 2024 წელს ამერიკამ დაახლოებით 8 მილიონი ავტომობილი შეისყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 240 მილიარდი დოლარი შეადგინა. პლანეტის პირველი ეკონომიკისთვის ავტომობილების მთავარი იმპორტიორები მექსიკა, სამხრეთ კორეა, კანადა და გერმანია. ამავე დროს ეს ის ქვეყნებია, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად დაზარავდება. ხარჯები მკვეთრად გაეზრდებათ ისეთ უმსხვილეს ბრენდებს, როგორიცაა მაგალითად სამხრეთ კორეული Hyundai, რომლის ექსპორტის 50%-ზე მეტი ამერიკულ ბაზარზე მოდის. კონკრეტულად გასულ წელს მან ამერიკაში 21 მილიარდი დოლარის ღირებულების 1 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა. ბრენდმა სულ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის ერთგული რჩება ამერიკის საავტომობილო ინდუსტრიის გრძელვადიანი ზრდისკენ, ლოკალიზებული წარმოებისა და ინოვაციების მეშვეობით. თუმცა გამოვთვალეთ და ეს ერთგულება Hyundai-სა და მის შვილობილ კომპანიას Kias ყოველწლიურად 7 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, რომელსაც 25%-იანი ტარიფების ამოქმედებით ამერიკას გადაუხდიან. არანაკლებ დიდი წნეხი ექნებათ მსოფლიოში უმსხვილეს ავტომწარმოებლებს, იაპონურ Toyota-სა და Nissan-ს, რომლებიც წარმოების ჯამური მოცულობის ნახევარს ამერიკულ ბაზარზე ყიდიან. ანალოგიური ზიანი მიადგება გერმანულ ბრენდ Volkswagen-საც. სხვათა შორის არც თუ ისე სახარბიელო მოცემულობის წინაშე დგება თვით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კორპორაცია General Motors-ი. ამასაც თავისი ახსნა აქვს. მაგალითად ის, რომ კომპანიის პორტფელში შემავალი არაერთი მოდელი Chevrolet-ის პიკაპიდან დაწყებული, ლაზერით დასრულებული მექსიკისა და კანადის ქარხნებში ეწყობა. ანალოგიური მიზეზით ტრამპის ტარიფებმა თავის ტკივილი გაუჩინა კიდევ ერთ უმსხვილეს ამერიკულ ბრენდ Ford-საც. ფაქტია, გლობალურ საავტომობილო ბაზარზე დამარცხებულების ფონზე რთულია იპოვო ბრენდი, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებით იხეირებს. თუმცა არა შეუძლებელი. თან იქვე ახლოს, ტრამპის უახლოეს გარემოცვაში. ილონ მასკის Tesla იმ იშვიათ ავტომწარმოებლებს შორის ხდება, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ამერიკაშივე წარმოებულ ავტომობილებს ყიდის.